ამ შემთხვევაში მე არჩევნების პირობები როგორ მიმდინარეობს, მაგას ნაკლებად ვაკვირდები. ჩემი მოლოდინი უფრო გავს ლოცვას, რომ ის არჩევანი იქნეს გაკეთებული, რომელიც ერისთვის და ხალხისთვის იქნება საუკეთესო, რადგან პატრიარქის არჩევა მხოლოდ ერთი ადამიანის დანიშვნა არ არის, ეს არის მომენტი, როდესაც საზოგადოება ელოდება არა ძალაუფლებას, არამედ სიბრძნეს, არა ხმაურს, არამედ მშვიდობას, არა დაყოფას, არამედ გამთლიანებას. ხალხს ბუნებრივია, რომ სურს ხვალინდელი დღისგან რა მოლოდინი აქვს ხო ხალხს სულიერი მამის ხილვა უნდა, რომელსაც ნაწილობრივ რაღაც გარკვეულად მიჩვეული იყო ილია მეორისგან, რომელიც იქნება თავმდაბარი, მლოცველი, გამაერთიანებელი და სიმართლის სახური ადამიანი, რომელიც ეკლესიას დაუბრუნებს ნდობას, სიმშვიდეს და სიყვარულის ენას. ამ დღეებში მოწმეთა მთავარი მოლოდინი არის, რომ არჩევანი მოხდეს ღვთისნებით და არა ადამიანური ინტერესებით, რომ ეკლესიის სათავეში დადგეს პიროვნება, რომელიც პირველ რიგში ღმერთს უსმენს და შემდეგ უპასუხებს ხალხის ტკივილს. მთავარი ეს არის, ხო? პატრიარქი არის არა მხოლოდ იერარქი, არამედ არის სინდისის ხმა, ამიტომ საზოგადოება ელოდება ისეთ ადამიანს, რომელიც შეძლებს სულიერად გაამხნევოს, გააერთიანოს და იმედი დაუბრუნოს ხალხს, რაც ძალიან გვაკლია დღეს. ნდობა. მოკლედ, ხალხი ელოდება არა ძლიერ მმართველს, არამედ ძლიერ სულს და მლოცველს, რადგან ჩვენ ვართ ეს ინტერესი არ იქიდან გამომდინარე, რომ ვართ იმ აღსარებლობის მიმდევრები, სადაც თავარი არის სიყვარული, თავმდაბლობა, ზრუნვა, ემპათია, სასურველი იქნება ვიხილოთ მეტი ღიმილი, მეტი თანალმობა, მეტი გულისხმიერება და სხვა არაფერი არ მინდა რომ ვიხილო. პირადად ჩემი მოლოდინი ასეთია. კი ბატონო, თქვენ ბრძანეთ ახლა იმის შესახებ, რას ელოდება ახალი პატრიარქისგან მრევლი, ბუნებრივია აქ ერთ კომპონენტსაც შემოვიტან, ეს არის ნდობის საკითხი, ხო? ჩვენ ვიცით რამხელა რეიტინგი ჰქონდა პატრიარქ ილია მეორეს და ალბათ პირველი რაზეც უნდა იმუშაოს ახალმა პატრიარქმა არის ის, როგორ შეინარჩუნოს ან გაზარდოს ნდობა საზოგადოებაში, ეს გზა რამდენად რთული იქნება ახალი პატრიარქისთვის, როგორ ფიქრობთ ამის შესახებაც გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია? იცით, ადამიანები ასეა მოწყობილი ბუნება, რომ თუ ცოტას წაიმუშავებ შენ თავზე, ადვილად ვადაპტირდებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პირველი იერარქი და მღვდელმთავარი პირველ რიგში არის იესო ქრისტე და ჩვენ ვართ მისი მიმდევრები. და მე სულ არ მაქვს, კი, პატრიარქი არის სწორედ ის პოზიცია, რომელიც განსაზღვრავს ერში განწყობებს, ქმნის ამ განწყობებს, მაგრამ შესაძლოა ეკლესიის წიაღში აღმოცენდეს ისეთი ავტორიტეტები, რომლებიც უფრო იკაშკაშებენ და გაანათებენ და გვიჩვენებენ გზას. ეს აუცილებელი არ არის, რომ იყოს პატრიარქი, ეს შესაძლოა იყოს რიგითი ქრისტიანიც კი არა, თუ მღვდელმთავარი ან სასულიერო პირი საერთოდაც. აი მაგალითად, მე მონასტერში ხარ 17 წლიდან ვარ, ბევრს მოგეხსენებათ, სულ უკითხულობდი და ამაზრით ვიყავი, რომ იღუმენიად წინამძღვრად შეარჩევენ ისეთ წევრს მონასტრის, რომელსაც საერთოდ არ აქვს ტოლვა მისწრაფება ამ პოზიციისკენ, ანუ თანამდებობისკენ, ასე ვთქვათ. რადგან ეს ნიშნავს, რომ მას აქვს სწორედ ის თვისებები, რომელიც საჭიროა ერის წინამძღვრობისთვის, ამ შემთხვევაში მონასტერში დობის წინამძღვრობისთვის, თავმდაბლობა, უბრალოება, სიყვარული. რადგან თუ ადამიანს აქვს სწრაფვა ამ ამბიცია, ჩვენ შემთხვევაში ეს უც არ განიხილება რაღაც ჯანსაღამბიციად, თუ მას უნდა პირველობა, ეს ნიშნავს, რომ ის სწორედაც არ შეესაბამება ამ თანამდებობას. კი ბატონო, და ვისაუბროთ ასევე გამოწვევების შესახებაც. გამოწვევა რა არის დღეს ეკლესიისთვის, რასაც უნდა უპასუხონ მღვდელმთავრებმა ერთობლივად. ჩვენ ვნახეთ 3-დან 2-ის წერილი კანდიდატის პატრიარქობის, ამ შემთხვევაში მეუფე იობისგან და მეუფე გრიგოლისგან მათ წარმოადგინეს ხედვა, რას გააკეთებენ ისინი პატრიარქად არჩევის შემთხვევაში. თქვენც ისაუბრეთ ჩვენ ინტერვიუს დასაწყისში ნაწილობრივ ამის შესახებაც, თუმცა უფრო ვრცლად რომ ვილაპარაკოთ, რა არის გამოწვევა, რასაც უნდა უპასუხონ ახლა წმინდა სინოდის წევრებმა.
დიახ, ძალიან სასურველი იქნება, რომ მათ გამოარჩიონ მწყემსი და არა ადმინისტრატორი, მამა და არა მხოლოდ ხელმძღვანელი. აი ეს არის იქნება მთავარი. მაგრამ ეს თუ ასე არ მოხდა, ეს ჩემთვის არ იქნება აპოკალიფსი, რადგან მე პირადად ეკლესიაში მართლა ქრისტეს სიყვარულით მივედი და რა თქმა უნდა ეს არის ინსტიტუცია, სტრუქტურა, სადაც ჩვენი იერარქიის მიმართ მორჩილება, მოგვეთხოვება და ერის განწყობის კლიმატს ნამდვილად ქმნის ის, მაგრამ შესაძლოა ეს რომელიმე სხვა ეპისკოპოსებმა და რომელიმე სხვა მღვდელმთავარმა ან ქრისტიანებმა შეძლონ, რომ ერში სწორი სურათი შექმნა რა არის ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანობა. ასე რომ უბრალოდ მე ალბათ იმის თქმა მინდა რომ აქვს ეჭვი რომ არ იქნება გამორჩეული მთლად რაღაც ზეწოლის და გავლენების გარეშე, თუმცა ვნახოთ ეს ხვალ გამოჩნდება, კი ბატონო და თქვენ ამინდა რომ იყოს თუნდაც განწყობილი ქვეყნის საყრდენი ჩვენი საპატრიარქო ბოლო სიტყვას ამას ვიტყოდი. და რას გულისხმობთ შეგიძლიათ აგვი კონკრეტოთ, რადგან ჩვენ აი ჩარევის შესახებ რა კი ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში გაიჟღერა ოკუპანტმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ ამის რისკებს, ამის შესახებ იყო არაერთი დისკუსია მათ შორის მუდმივ-მთავრებშიც. კი, თუ ჩარევა ზოგადად ჩარევა არ უნდა ხდებოდეს, რადგან ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ეპისკოპოსობა ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ პერსონა, რომელსაც გაგაჩნია სწორედ ეს თვისებები, რომ ხარ ინდივიდი გამორჩეულად სხვებისგან და მოგეთხოვება, რომ შენი სინდისის ხმას მიყვე, გაიაზრო ის რისკები, საფრთხეები, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა შენი არჩევანით, რასაც შენაძლევ ხმას. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეპისკოპოსები ამასაც ცნობიერებენ, რადგან ჩვენ მათ ვენდობით, ისინი არიან ამ შემთხვევაში ჩვენი ხმა. ზოგადად ზეწოლა არც ერთი ძალისგან არ უნდა ხდებოდეს, არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში მირჩევია მათი რჩევები იქნეს გათვალისწინებული, სადაც სწორად იქადაგება ქრისტიანობა და არის უფრო თავისუფალი. მეტი თავისუფლება, რადგან სადაც ზეწოლა, სადაც შიშია, იქ განვითარება ვერ ხდება ზოგადად, იმიტომ რომ ქრისტიანობა სწორედ არის თავისუფალი სული. და ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ და არა ვიღაცის და რაღაცის მონობა ან გავლენები ან манипуляция. კი ბატონო, ვისაუბროთ ასევე იმის შესახებ, რას განსაზღვრავს პატრიარქის როლი საზოგადოებაში, რეალობაში, იმ დროებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ვნახეთ ხო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როგორ იძალადეს მოქალაქეებზე, ამას პრინციპში არავინ არ უარყოფს, ამაზე მკაფიო პასუხი ჩვენ არ მოგვისმენია რეაგირება, ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტი სიცხადე, მკაფიობა მნიშვნელოვანია, ძალიან თქვენ ნახსენეთ მეტი გულისხმიერება ამ პროცესში, აი დაამატებდით თუ არა ამ მსჯელობას რაიმეს. დიახ, ეს ადამიანები ყველაზე მეტად რომ ელოდებიან სიმშვიდეს, სიწმინდეს და ღვთისნებას. ანუ ჩვენი ინტერესი ამიტომ არის მიპყრობილი ხო, ხვალინდელ მოვლენებზე, რომ ჩვენ გვწამს ღმერთი. და ღმერთის რწმენა რას მოიცავს? რომ შენ იქ ელოდები დაცულობას, ნუგეშს, გულისხმიერებას, გაგებას. მე შეიძლება რაღაცას ვაშავებდე, მაგრამ ეს ეკლესია სწორედ ამიტომ გაურბივართ, როდესაც ვცოდავთ ან რაღაც პრობლემა გვაქვს ხო ჩვენ ადამიანებს, რომ იქ ველოდებით გაგებას, თანალმობას და ჩახუტებას, უბრალოდ ნუგეშს. შეიძლება მე დავაშავებ, მაგრამ აქ მინდა სწორედ მე რომ გამაძლიერო და ფეხზე წამომაყენო, ისეთი ფორმა იპოვო და სწორედ სასულიერო პირისგან ჩვენ ეს მოლოდინი გვაქვს ხოლმე ხო, რომ შენ კი არ გაგკითხოს ან იყოს სამართლიანი, ობიექტური და შენ რაღაც შენი უფლებები დაიცვას და შენ გაგამხნევოს და ფეხზე წამოგაყენოს, თუ თulis რომ წაქცეული ხარ და არა ის რომ შენ რაღაც მსხვერპლი აღმოჩნდე და გარიყული აღმოჩნდე, რა ძალიან ხშირად ჩვენ საზოგადოებაში ხდება ხოლმე. და ესე ჩვენ სწორედ უნდობლობას, რომ შეიძლება შენს მიმართ არ იყოს დედა ეკლესია, რომელსაც ვენდობი ობიექტური, ანუ რას წარმოადგენს ზოგადად ხო საპატრიარქო ეკლესია ამ შემთხვევაში ღმერთის სამსახურის გარდა არის ადამიანის მსახურება, რადგან ძველ ეკლესიაში
საუკეთესო ქრისტიანს გამოარჩევდნენ ხოლმე და რას ნიშნავს საუკეთესო, რომ შენ გაქვს სწორედად სხვისი ტკივილის გათავისების უნარი. აი ამ ყველაფრის გარეშე ჩემთვის ეს მოიაზრება შემდეგ უკვე ცალკე დამოუკიდებელ ინსტიტუციად, რომელიც გამიჯნულია რაღაც ცალკე მიდის და უკვე ფუნქცია თითქოს ეკარგება საზოგადოებასთან მიმართებაში, ხო? არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ინტერესებს და უნდა იყოს სამართლიანი და ობიექტური, სწორედ ეს ფუნქცია აქვს. სხვა რა, ლოცვა ღმერთს ანგელოზებიც ძალიან ლოცულობენ და უფრო მეტად ჩვენზე უკეთ ვერ ილოცებენ ანგელოზები. ან ურთიერთგატანა პავლე მოციქული როგორც იტყოდა და ურთიერთას ილოცავდითო და ჩვენ გვჭირდება სწორედ თანალმობა და ერთიანობა და რაღაც სიყვარულით. აი, ხო არის, რომ როდესაც ცოდავს ჯერ შენ ამხილე, მერე წაიყვანე სხვა ძმას, მერე ორი ძმა წაიყვანე. ანუ ჩვენ სუბორდინაცია უნდა დავიცვათ, ერთმანეთის პიროვნებას, პატივი უნდა ვცეთ უფლებებს და შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ და არ უნდა დარჩეს ადამიანი უსამართლობის განცდით. ეკლესიას აქვს ეს ფუნქცია, რომ იქ ვიპოვოთ ჩვენ შვება. კი ბატონო, დიდი მადლობა ჩართვისთვის. პირდაპირ ეთერში და სიდონია გვერდებოდა მასვე მშვიდობებით, როგორც